ჩვენ Business Insider-ი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, მით უმეტეს, როდესაც სეზონი, აქტიური სეზონი კიდევ უფრო მეტად ახლოვდება. საქართველოს ტურიზმის სექტორზე ვისაუბრებთ ჩვენ და რა თქმა უნდა ამ კუთხით გვინდა ასევე ჩვენს მეგობარს ვთხოვოთ კიდევ ერთხელ ბატონი გიორგი დოლიძე, HSC Group Hospitality-ის დირექტორი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მადლობა Business Insider-ში მობრძანებისათვის. ჩვენთან ესე მეგობრობისთვის თორსა აქტიურად ყოველთვის აფასებთ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სწორედ ამის შესახებ მინდა ვისაუბროთ ახლაც. თითქმის ნახევარი წელი გვაქვს გასული, ბევრი აღარაკლია ამ კუთხით და როგორია ჯამურად ამ პერიოდში სექტორში მიმდინარე ტენდენციები. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ტენდენციები ნამდვილად არის ძალიან საამაყო და დამაიმედებელი, გამომდინარე იქედან, რომ პირველი ესე ვთქვათ, ის ნახევარი წლის რაც გავიარეთ სექტორმა იყო საკმაოდ შთამბეჭდავი იმ კუთხით, რომ გაზრდილი არის ტურისტული ნაკადების რიცხვი და ამას ფეხს უწყობს შემოსავლების ზრდაც, რაც ძალიან დიდ ესე ვთქვათ мотиваციას უკეთებს ზოგადად სექტორის წარმომადგენლებს. ძალიან აქტიურად მუშაობენ ტურისტული კომპანიები, აქტიურად მუშაობენ სასტუმროები და თუ არ ჩავთვლით იმ ესე ვთქვათ წერტილოვან ჩავარდნებს, რომელიც ჩვენ ახლო აღმოსავლეთის სიტუაციიდან გამომდინარე ვიხილეთ სამწუხაროდ თებერვლის ბოლო მარტის ესე ვთქვათ 20-მდე შეინიშნებოდა ესე ვთქვათ რყევები, თუმცა საბედნიეროდ მალევე დასტაბილურდა ყველაფერი და დაახლოებით უკვე მარტის ბოლოდან ჩვენ ფაქტიურად გადავედით პირდაპირ მაღალი პიკური დატვირთულობის ნიშნულებზე, რაც დაახლოებით მერყეობს 80-დან 90%-მდეც კი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არის დღიური 100-95%, რაც ნამდვილად არის ძალიან გასახარი და თითოეული თანამშრომლისთვის და თითოეული ამ სექტორში მოღვაწე ადამიანისთვის გასულ პარასკევს ჩატარდა ეგრეთ წოდებული საერთაშორისო არტისტი კენი ვესტის კონცერტი, სადაც ჩვენ ნახეთ თუ რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი იყო საქართველოში ჩამოსული და სწორად ამას ვამბობ ხოლმე, რომ ყოველთვის მსგავსი ტიპის აქტივობები გვჭირდება, მსგავსი ტიპის სიახლეები გვჭირდება ქვეყანას, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი აქტიური დამსვენებელი, მეტი მაღალმხარჯელუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ ნახეთ ვიზიტორები ევროპიდან, ნახეთ უშუალოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და რთულად იყო საპონელი ერთი ოთახიც კი დედაქალაქში. გამომდინარე ამ კონცერტიდან დატვირთულობა მაღალი და ფაქტიურად ყველა სასტუმრო ცენტრალურ და ასე ვთქვათ პერიფერიულ ლოკაციებზეც კი დატვირთულობა უმეტესი წილი იყო 100%, საშუალოდ კი ნამდვილად მერყეობდა 80-90%-ში. კიდევ ერთხელ ნახა ფართო საზოგადოებამ თუ რამდენად კარგი და საინტერესოა საქართველოში ვიზიტი, ასევე გამარტივებული უკვე დამატებული ფრენების წყალობით, ისეთი ცენტრალური ლოკაციაა ზოგადად ჩვენი ქვეყნის რეგიონში და უკვე ჩვენი ქვეყანა იმდენად კარგადაა დაბრენდილი, რომ ნამდვილად არწმუნებს, მოგზაურებს და უმარტივებს ფრენების წყალობით საქართველოში ჩამოსვლას, რაც თითოეული რგოლისთვის იქნება ეს ტურისტული კომპანია, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვადასხვა გესტჰაუსი და ტურისტული აქტივობები აჩვენებს ძალიან დიდ პოტენციალს და დამაჯერებელ ნაბიჯებს თუ რამდენად უსაფრთხოდ შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ და დაისვენონ, მიიღონ ესე ვთქვათ სიამოვნება 4 სეზონის ქვეყნით და პარალელურ რეჟიმში კონდეთ იმის საშუალება, რომ საერთაშორისო დონის ვიზიტორები და საერთაშორისო დონის არტისტების კონცერტებს დაესწრონ. მე ვფიქრობ სტატისტიკა ალბათ დაიდება და გამოქვეყნდება, დაახლოებით 25-30%-ის ფარგლები შეიძლება ყოფილიყო უცხოელი საერთაშორისო ვიზიტორები, ვინც სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდნენ, გვეწვივნენ და ვფიქრობ ასევე ეს არ იყო მხოლოდ ერთი ან ორდღიანი ვიზიტი, ამან არაპირდაპირი, ზოგ შემთხვევაში პირდაპირი ეფექტიც მოახდინა ზოგადად დედაქალაქის და ასევე რეგიონების დატვირთულობაზე, იმიტომ რომ უშუალოდ როდესაც ვესაუბრებოდით ჩვენს ტურისტებსაც, რომლებიც ჩვენს სასტუმროში ჩერდებოდნენ, ზოგი ბრუნდებოდა აჭარიდან, ბათუმიდან, ზოგი ახლა გეგმავდა იქით გადანაცვლებას, ასევე ჰქონდათ კახეთის ტურები დაგეგმილი და ასე შემდეგ, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ კონცერტისთვის ჩამოსული და რა თქმა უნდა, სწორედ ესაა ის კატეგორია მომხმარებელი, რომელიც თავს როდესაც აძლევს უფლებას, რომ ჩავიდეს
ძირითადი მიზნით იმ კონკრეტულ კვირის განმავლობაში და დაესწროს კონცერტს, შემდგომ ის აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსს და რადგანაც ქვეყანაშია უკვე ჩამოსული, აუცილებლად ეცდება, რომ მოინახულოს ახლომდებარე რეგიონები მაინც და გადაადგილდეს სხვადასხვა ლოკაციებზე. კი ბატონო, მართლა ძალიან საინტერესო შეაფასეთ ეს ნაწილი, იმიტომ რომ ბევრი სხვა ტიპის საუბარი იყო ამ კუთხით, მაგრამ აი ნაკლებად აი ამ ჭრილში როგორც თქვენ შეაფასეთ ეს ნაწილი და მართლა მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი მაღალი რანგის მაღალი ინტერესის ღონისძიებები იქნება შემოთავაზებული, რაც გადამდები ეფექტი აქვს ბევრი კუთხით ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ნაწილზე და ჩვენ ვახსენეთ სასტუმროების დატვირთულობა, თქვენთვის განსაკუთრებულად ესეთი სფერო, სადაც ყველაზე უფრო მეტად კვალიფიციურია თქვენთან საუბარი, თქვენი შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმრო ინდუსტრია. შევხედოთ ჯამში და თქვენ ამ ინდუსტრიას აკვირდებით მთლიანად მართავთ ამ მიმართულებას. როგორია ტენდენციები ბოლო პერიოდში სასტუმრო ინდუსტრიაში, მივიდივართ თუ არა იმ სტანდარტებამდე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ყველა კატეგორიის ტურისტის მისაღებად და გასამასპინძლებად. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ყველა ჩართული რგოლისა და სექტორის მეშვეობით და წყალობით, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ გავზარდოთ სერვისი, ვცდილობთ, რომ შესაბამისად დავაფასოთ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები, გავუჩინოთ შესაბამისი мотиваცია, რაც არის ერთ-ერთი ამომავალი წერტილი ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ვიზიტორი გავუშვათ ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და ჩემი აზრით სხვა ყველა რეკლამასთან ერთად, მარკეტინგთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როდესაც ადამიანი თავის მეგობრებს, ნათესავებს აახლობლოს, ურჩევს თუნდაც Facebook პოსტებით, Instagram სტორებით და ასე შემდეგ, ურჩევს, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და ისვენოს. ეს ძალიან გავრცელებული მეთოდია, რასაც ძალიან კარგი და დადებითი, რაც თავარია სწრაფი შედეგები და ეფექტები აქვს ხოლმე. სექტორი ნამდვილად იზრდება, სერვისის ზრდას ასევე განაპირობებს და ხელს უწყობს ის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რიცხვი, რომელიც ასევე ჩვენს ქვეყანაში არის წლიდან წლამდე მზარდი და მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ძირითადი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში წარმოდგენილია ან მათი ძირითადი ან შვილობილი ქვებრენდების მეშვეობით, რაც ვფიქრობ დამაჯერებლობას უფრო მატებს ქვეყნის ბრენდინგს, უფრო მეტ სხვადასხვა თუნდაც ლაგჟერი სასტუმრო ბრენდებსაც კი აფიქრებინებს იმაზე, რომ სწორედ ახლა დრო და ახლა იწყება ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რომ გადადგან თამამი ნაბიჯი ჩვენს ინვესტორებთან ერთად და კიდევ უფრო მეტი მაღალი კატეგორიის და ლაგჟერი ბრენდი შემოვიდეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ესაა სწორედ იმის განსაზღვრელი, რომ ჩვენ გვინდა მაღალმხარჯვაუნარიანი ტურისტის მოზიდვა, შესაბამისად მეტი და ბევრი მაღალი კლასის ობიექტი გვჭირდება კიდევ და კიდევ საქართველოში, როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმსა თუ სხვადასხვა რეგიონში, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად იმსახურებს უკვე ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ამას და ზოგადად საქართველოს დადო ის ბრენდინგის შედეგები, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, სადაც აჩვენა ძალიან დიდი დაინტერესება საერთაშორისო მასშტაბით, აჩვენა უსაფრთხოება, საინვესტიციო საიმედოობა, ეკონომიკური სტაბილურობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა დღეს რაც არის განსავითარებელი ქვეყანაში, ეს არის სწორედ მსგავსი სახისა ესეთი აქტივობები, რაზეც ასევე წეღან ხაზგასმით ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ მისი მნიშვნელობა, ისევე როგორც მაღალ, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაბალ სეზონზე კონდეს ჩვენ რო უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და დავაბალანსოთ ხოლმე შემოსავლების წილი, ასე რომ საკმაოდ დამაიმედებლად ვუყურებ მე პირადად უახლოეს ხანში აქამდეც არ გვეკლდა ვიყავით განებივრებულები საერთაშორისო ბრენდების საქართველოში შემოსვლით და ბოლო წლებში 1-2-რად გაიზარდა. თავისთავად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთგვარ კონკურენციასაც ქმნის იმ კონკრეტულ მომენტში, თუმცა ისევ ვერასდროს ვერ იქნება, რომ ზუსტად იყოს 100%-ზე დაბალანსებული მოთხოვნა მიწოდების პრინციპები, ამიტომ არის სიტუაცია, როდესაც ერთ ბაშად შეიძლება ერთ წელიწადში, ორ წელიწადში ზოგი მშენებლობას წამოეციოს და ასე შემდეგ და ბევრი ობიექტი გაიხსნას, შემდეგ უფრო მშენებლობას დაველოდოთ და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ ის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი განთავსების ობიექტები შევთავაზოთ ჩვენთან ჩამოსვლელ პოტენციურ ტურისტებს და დამსვენებლებს და რა თქმა უნდა ამას არ აქვს მარტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება, ეს ზრდის რა თქმა უნდა ქვეყანაში სერვისის დონეს, იმიტომ რომ გარდა
ადგილობრივი შიდა, ესე ვთქვათ, რესურსით ჩატარებული ტრენინგების პარალელურ რეჟიმში, როდესაც იხსნება ბრენდული სასტუმრო, მოგეხსენებათ, უშუალოდ ბრენდის წარმომადგენლები არიან ხოლმე ჩართულები, შიგნით სტაფის ტრენინგში, სტანდარტების დანერგვაში, შემდეგ მონიტორინგში და ვფიქრობ, ძალიან მისასალმებელია მსგავსი ტიპის აქტივობები საქართველოში. კი ბატონო, და აი აუცილებლად მინდა კითხო ბრენდების შემოყვანა ახსენეთ და თქვენ ესწრებოდით ორშაბათს გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, სადაც საუბარი შეეხებოდა სწორედ ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო დეველოპერულ პროექტების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე და არაერთხელ აღინიშნა ტურიზმის სექტორი, მაგალითად ბატონმა შოთა ბერეგაშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთხელ ახსენა მაგალითად სწორედ ის ნაწილი რომ თუნდა მოვიზიდოთ მეტად მაღალმხარჯველიანი ტურისტი ამ კუთხით უფრო სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესზე საუბრის დროს თქვენი აზრით ამ კუთხით მათ შორის ინფრასტრუქტურულ ნაწილს აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ორივე კუთხით სამშენებლო დეველოპერულ სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებას ასე ვთქვათ ტურისტების მოზიდვაზე ქვეყანაში მთავარი ფაქტორი არის სწორედ ის ამოსავალი წერტილი, რაც გულისხმობს მაღალმხარჯველოვანი ტურისტის მოზიდვას, არის პირდაპირ დაკავშირებული მაქსიმალური კომფორტის შექმნაში. მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ ჩვენ ზოგადად ქვეყანამ ნაბიჯები